საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მე-14-ად გაიმართა. ამჯერად პროექტმა 70-მდე წარმატებული ადამიანი დააჯილდოვა, რომლებიც სამედიცინოს, განათლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმოადგენენ. ამაყივარ იმით, რომ ამდენი წელი პროექტმა ყველანაირ ქარტეხილს გაუძლო. წელსაც პროექტში სადღაც 80-მდე პერსონა არის, სხვადასხვა სფეროდან წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით და პროექტი აძლევს იმის საშუალებას ადამიანებს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის მშენებლობაში, თავიანთი პროფესიების და გამომდინარე, ეს ადამიანები ჯილდოვდებიან და გადაეცემათ 20-25 წლის ტიტული. საუკუნის პერსონას ტიტული კულტურის სფეროდან ერგო ჩიხლაძეების დუეტის ცნობილ მომღერალს 86 წლის მაყვალა ჩიხლაძეს, რომელიც დღესაც აქტიურად არის სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ასაკში ვარ, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებ ჩემს შემოქმედებას, ჩემს ასაკში, მაგრამ რა ვიცი, ხალხს მოწონს. ჩემი გამოსვლები და ძალიან ბევრი კომენტარებს მიწერენ. სასიამოვნოს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობელი ვარ ყველასი. მე მეუღლესთან ერთად მღეროდი ადრე, ხოდა ის გარდაიცვალა და მე გავაგრძელე ისევ მოვაწეობა, ასე რომ რა ვიცი, სიმღერა ისე მიყვარს, რომ არ მგონია, რომ როდისმე დავანებო თავი. ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ასეთ ღონისძიებაზე მომიწვიეთ და ხარია ძალიან და მადლობელი ვარ. საუკუნის პერსონის ტიტული აგრეთვე წილად ხვდათ ქართული მედიცინის მეტრს, პროფესორ რევაზ სულუხიას და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს პროფესორ რევაზ სვანიძეს. პროექტის დამფუძნებელი გახლავთ პროდიუსერი იოსებ კავკავაშვილი, პროექტის ორგანიზატორი ნინო შალამბერიძეა, ხოლო პროექტის ბორდის თავმჯდომარე ეთერ მდინარაძე. წელს უკვე მე-14-ად იმართება საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა. მოგეხსენება ორი ღონისძიება ტარდება, ერთი გახლავთ წარდგენის და საზეიმო მიღების და დასახელების ცერემონიალი და უკვე წლის ბოლოს ტრადიციას ავღალატობ და დაჯილდოების გალა ცერემონიაზე მასპინძლობ იმ საზოგადოებას, ვინც ბორდის მიერ გახლავთ შერჩეული. ტრადიციას ავღალატობ და მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც წელსაც გვენდო, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. მე გავამახვილებ დღეს ყურადღებას ჩვენს ძვირფას ემიგრანტებზე. იცით, რომ ყოველ წელს ემიგრანტები არიან ჩართულები. მე აქედან მინდა მივმართო მან. ჯერ მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ გვენდობიან და შემოდიან პროექტში. წარმოგიდგენიათ, მიუხედავად მანძილის სიშორისა, მაინც ხდება ეს, ხო? სანდოობის მომენტი არის, ძალიან ბედნიერები არიან და ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ ყოველ წელს, რომ ისინი გავაბედნიეროთ. ჩემი სურვილია და არა მარტო ჩემი, რომ ისინი მალე ჩამოვიდნენ, დაუბრუნდნენ მის ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს ჩაეხუტნონ და ამ ქვეყანაში ქონდეთ იმის საშუალება, რომ იცხოვრონ და თვითონ დაესწრონ პირადად ამ პერსონების დაჯილდოებას. ღონისძიება საკონცერტო დარბაზ თბილისი არტ-ჰოლში გაიმართა. დაახლოებით უკვე 22 წელია, რაც ანსამბლის ხელმძღვანელი, რაც დავაარსეთ ჩემი ანსამბლი. მაგ რამოდენიმე ჯილდო მიღებული როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ. წელს მერგო პატივი თილად და დღევანდელს მოწვეული ვარ პერსონა 2025-ზე. მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, ყველას წარმატება უსურვებ ჩემ კოლეგებს და არგონავტების სახელით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პერსონას თითოეულ წარმომადგენელს. ჩვენთვის აქ დგომა ძალიან დიდი პატივია. მადლობა ანსამბლის დაჯილდოებისთვის და პერსონალური ჯილდოებისთვის.